შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებთან უკვე ვეღარ მალავს, რომ სისტემა გაიჭეტა, გადაიტვირთა და ისინი ვეღარ აუდიან უკვე მოქალაქეების საჩივრების განხილვას. მას შემდეგ, რაც პოლიციელები მიდიან მოქალაქეებთან, დემონსტრანტებთან და აჯარიმებენ 5,000 ლარიანი ჯარიმით, მათ ეს საჩივრები უკან უბრუნდებათ და მიდიან მოქალაქეები და ასაჩივრებენ ამ 5,000 ლარიან ოქმებს. მაგალითად, ელენე ქაიხოსროშვილი გვიყვება, რომ სატელეფონო საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტრო სწორედ იმ წარმომადგენელმა, რომელსაც მისი საჩივრის განხილვა დაევალა, არ დაუმალა, რომ არის გადატვირთული სისტემა და ზუსტ თარიღს ვერ ეტყვის, როდის იმსჯელებენ მის ოქმთან დაკავშირებით. მაგალითად, ეს მოხდება ერთ თვეში, ორ კვირაში თუ სამ თვეში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იმიტომ რომ გადატვირთული იყო მათი სისტემა, ერთი თვის ნაცვლად ვადა გაახანგრძლივა და 3 თვე მიუთითა მოქალაქეების საჩივრების განსახილველად. ქაიხოსროშვილი ამბობს, რომ სისტემა რეალურად თვითონ მოქალაქეებმა გაჭედეს, რადგან მათ უკანონო ჯარიმები გააპროტესტეს, გაასაჩივრეს და უკან დაუბრუნეს გომელაურის უწყებას, რომელსაც არ იყო აღარც რესურსი და რეალურად ამის დასტურია ის, რომ სწორედ 3 თვემდე გაიზარდა გასაჩივრების განხილვის ვადა. ერთი თვის წინ მოვიდნენ ჩემთან და ეს იყო აბსოლუტურად რაღაცა არასტრესული გამოცდილება, უბრალოდ მე გადაწყვიტე რომ მათთვის კარი არ გამეღო. მათ მითხრეს რომ კი ბატონო, წაგიკითხავთ უბრალოდ ჯარიმას და მე რომ მკითხე რომ საიდან გამოვითხოვო შემდეგ ეგ ჯარიმა, ძალიან დაბნეულები იყვნენ, ეს არ მითხრეს რომ ის სასამართლოდან დაგიკავშირდებიან, მე გადახედეს ერთმანეთს არაო, მე ჩვენ ხა დავასრულებთ ამ დოკუმენტაციის შედგენას და რამდენიმე დღეში ალბათ თავად დაგიკავშირდებიანო. მესამე დღიდან დავიწყე პროაქტიულად ძალიან ბევრგან რეკვა სამმართველოებში, საპატრულოში და შემდეგ და ყველა ძალიან დაბნეული, რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ ამ ჯარიმას და ვერ პოულობდნენ. მომაწოდეს არა ჯარიმა, არამედ წერილი, რომელსაც იყო საჯარიმო ქვითარი, რაც ასევე წესით არ ითვლება ჩაბარებად. შემდეგ ჩვენ უბრალოდ გავასაჩივრე, ამ საჩივარს აქვს ჩაბარებიდან გასაჩივრების 10 დღის ვადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ერთთვიანი ვადა იმისთვის, რომ ეს საჩივარი განიხილოს, მაგრამ თქვენ ნახეთ უკვე აქტივისტებს მისდით მასიურად წერილები, რომ საჩივრის განხილვის ვადა ერთი თვიდან ასე ვთქვათ გახდა 3 თვე. ძალიან დიდი შარია, ძალიან არააკადემიურენით რომ ვთქვათ ეს ჯარიმები რეჟიმისთვის და ბოლომდე რა თქმა უნდა გავურთულოთ საქმე. მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჩივრების განხილვის ვადა 3 თვემდე გაახანგრძლივა, შესაბამისად გადავადდა ჯარიმების გადახდის დროს. ჯერ მოქალაქე ელოდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მათი საჩივრების განხილვას და ეს შესაძლოა გაგრძელდეს და ამას დასჭირდეს 3 თვე. ამის შემდეგ, რაც გადაწყვეტ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეიძლება გომელაურის უწყების გადაწყვეტილება გასაჩივრდეს საქალაქო სასამართლოში და მხოლოდ და მხოლოდ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დგება დრო, როცა მოქალაქე დაკისრებული ჯარიმა უნდა გადაიხადოს და როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, არსებობს სპეციალური ფონდები, რომლებიც იხდიან მათ შორის ამ ჯარიმებსაც. გარდა ამისა, იურისტები გვიყვებიან, რომ გადატვირთულია საქალაქო სასამართლოს. არის შემთხვევები, როდესაც მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარეებს ჯერჯერობით არ ჩაბარებიათ. არის გაჭედილი, რეჟიმი არის გაჭედილი და თავად არის აბლანდული, ასე რომ ვთქვათ, თავის მიერ დაწყებულ ამ ჯარიმების სერიაში, კიდევ ერთ-ერთი ზეწოლის სერიაში. მოქალაქეების მოქმედებას, ადამიანების მოქმედებას მოაქვს შედეგი, თან გარდა ამისა, ეს არის ერთგვარი წინააღმდეგობის ფორმა, ამიტომ მიმართეთ, გაასაჩივრეთ ყველა ჯარიმა, როგორც ამას არაერთხელ აღნიშნავთ და ასევე მიმართეთ ყველა უწყებას და ყველა სამართალდარღვევაზე გქონდეთ რეაგირება, რადგან ეს სისტემას კიდევ უფრო მეტად გაჭედავს როგორც ქვედაუწყებებს, ასევე გაჭედავს სასამართლოს, უკვე როდესაც საქმე გადაინაცვლებს სასამართლო ეტაპზე. სრულებით გაჭედილია სასამართლოც, იქაც ძალიან ბევრი საქმე შეიტანეს იმის სადემონსტრაციოდ, რომ თითქოს შეეშინებიათ საქართველოს მოქალაქეები და კიდევ ერთხელ განმეორდები, რეპრესიულ მექანიზმად გამოიყენებიათ. პრაქტიკულად ძალიან უჭირთ განხილვის 4 თვიან ვადაში ჩაატიონ საქმეების განხილვა, მაისი, აპრილი საკმაოდ გადატვირთულია, უკვე ეს იანვრის საქმეებია. მთავარი ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვანი ამბავია, რომ მიმართონ ადვოკატებს, გაასაჩივრონ, გამოიყენონ ეს მექანიზმი.
სისტემა რომ გაჭედილია, ამას არაერთი ფაქტი ცხადყოფს, მაგალითად გვიყვებიან მოქალაქეები, რომ იმის მიუხედავად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ისინი დაჯარიმებულები არიან, ჯერჯერობით ოქმი არ ჩაბარებია და უფრო მეტიც, როდესაც რეკავენ ცხელ ხაზზე და ისინი სხვადასხვა დეპარტამენტში ამის ამართებენ, იქაც კი არ ფიქსირდება მათ სახელზე შედგენილი ოქმების შესაბამისად პროცედურულად ასეც იჭედება სისტემა და მოქალაქეები ჯერჯერობით ბაზებში არ არიან შეყვანილები. გარდა ამისა, მოქალაქეები ამბობენ, რომ საქალაქო სასამართლოში მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ გადაწყვეტილება არ ჩაბარებიათ, შესაბამისად ჯარიმის გადახდის დროც უფრო მეტად იწევს და მოქალაქეები ამბობენ, რომ პროცედურულად სამართლებრივად სწორედ ასე გააგრძელებენ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას.